არის ახალგაზრდები ხართ. თქვენ ძალიან ადრეულ ასაკში თავს დაგატყდათ გაუგონარი უბედურება. ხომ არ არის ხოლმე თქვენ ცხოვრებაში დღეს ამ ასაკში რაღაცა მომენტები, რომ ატყობს თქვენ თავს, რომ გაბოროტებულები ხართ, ან ემოცია დაგძლევთ ხოლმე და რაღაცაში გინდათ ეს გამოხატოთ. არის ასეთი. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ არ გავბოროტებულიყავით, თუმცა დღემდე გვაქვს უსამართლობის განცდა, რადგან არც სააკაშვილი, არც ბარამიძე ის ადამიანები, ვინც იყვნენ ამ საშინელების ავტორები, არც ერთი ამ დანაშაულის, ამ ძიმე დანაშაულის გამო არ არიან დასჯილი. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ისინი ასე თუ ისე აუცილებლად აგებენ პასუხს ამ საშინელებისთვის და არა მარტო ამ ამბისთვის, არამედ ყველა იმ დანაშაულისთვის, რასაც ისინი ამდენი წლის განმავლობაში ჩადიოდნენ. გიორგი, თქვენ დღეს ხართ რამდენი წლის? 34 წლის. 34 წლის კაცი, რომელსაც 12 წლის ასაკში გადახდა ის, რაც მოვისმინეთ, თვალწინ დაუხოცეს ოჯახის წევრები და 12 წლის ასაკში მოგიწიათ, დაგეწყოთ იმის გარკვევა, რომ რომელი ვერტმფრენი როგორ გამოიყურება და რომელი იარაღი როგორი კალიბრის არის სამწუხაროდ. დღეს თქვენ რას ეტყოდით ამ გადასახედიდან თქვენი ასაკის გოგო ბიჭებს, ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს, თქვენზე უმცროსებს? ხარ გაქვთ რაიმე სათქმელი? კი ბატონო. მე შემიძლია ყველას უთხრა, რომ ესეთი საშინელება, რაც ამ ადამიანებმა ჩვენ გადაგვატანინეს ყოფილმა ხელისუფლებამ და კერძოდ სააკაშვილმა და ბარამიძემ, ეგეთ საშინელებას მე არავის არ უსურვებ, მტერსაც კი. და ვთხოვ ყველას და ჩემი რჩევა იქნება, რომ გადახედონ წარსული ხელისუფლების საქმიანობას, გადახედონ იმას, თუ რას ჩადიოდნენ ეს ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში და მერე შეაფასონ ადეკვატურად და სწორად წინა ხელისუფლების საქმიანობა. და მიხვდებიან, რასაც ჩადიოდნენ. უბრალოდ აი დღევანდელი ეს კადრებიც რო ნახონ, ეგეც საკმარისი იქნება, რომ რავი, ყველამ გაიგოს თუ რა ჩადიოდა წინა ხელისუფლება, როგორც ქვეყნის, ასევე ყველა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ვერ იტანდნენ სამართლიან და ვაჟკაც ადამიანებს ვერავის. რავი, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ თუ ვინმე ისეთი ადამიანი იყო, ვისაც რეპუტაცია ჰქონდა, ვისაც სახელი ჰქონდა, მე ჩემს მაგალითზე ვიტყვი, ბაბუაჩემს ეუგენის ძალიან დიდი სახელი და რეპუტაცია ჰქონდა მთელ სვანეთში. ყველა იცნობდა, ყველა პატივს სცემდა და ისე ჰქონდა თავისი წარსული ცხოვრება, ნაცხოვრები, რომ ყველას პატივისცემას იმსახურებდა და არავის არ ქონია მაგ ადამიანთან არავითარი პრობლემა სვანეთში. აქედან გამომდინარე შეარჩიეს ისეთი ოჯახი, ვისთვისაც შეიძლებოდა ეგეთი რამის გაკეთება და რისი საშუალებითაც შემდგომ დააშინებდნენ მოსახლეობას, რომ აი ჩვენ რა ძლიერები ვართ, ჩვენ რა მაგრები ვართ. აფრასიძეების ოჯახიც კი რა დღეში ჩავაგდეთ და თუ ვინმე ხმას ამოიღებთ და თუ ვინმე რამეს გაბედავთ, რა დღეში ჩავარდებით, კი ხედავთ აგერ. აი ეს იყო მაგ ხელისუფლების ძირითადი გზავნილი. გასაგებია. ჩვენ აქ როცა ამ თავდასხმაზე და ოჯახის განადგურებაზე საუბრობთ, იურისტია ქალბატონი ლედი და მან კარგად ახსენა და მინდა მას გამოვეპასუხო. როდესაც ამ ხელა ოჯახში არის ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს კანონიერად ან უკანონოდ ძებნილის სტატუსი. როდესაც ამ ადამიანთან გულისხმობ გარდაცვლილ მოკლულ ომეხი აფრასიძეს. როდესაც ამ ადამიანთან და მეც კი შემიძლია დავადასტურო, არამც თუ ისეთ ჩემზე უფროს და უფრო მეტად გათვითცნობიერებულ ადამიანებს, როგორც ბატონი სოზარია. შემიძლია დავადასტურო, რომ ომეხი აფრასიძის
დაკავებას მესტის მუნიციპალიტეტში ან მის მიღმა საერთოდ არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ იყო, მით უმეტეს იმდროინდელი სახელმწიფოსთვის, რომელიც ნელ-ნელა ძალას იკრებდა, ფეხზე დგებოდა და ძალოვან სტრუქტურებს ისეთი მინისტრები ყავდათ, რომ ჩვენ ბევრი საქმე მოვისმინეთ და მინისტრს არ აინტერესებდა პოლიციელი გაიწირებოდა თუ არ გაიწირებოდა, თავდაცვის მინისტრს არ აინტერესებდა ჯარისკაცი გაიწირებოდა თუ არა. არავითარი პრობლემა არ იყო ისეთი სპეცოპერაციის დაგეგმა, თუ საერთოდ სპეცოპერაცია იქნებოდა საჭირო, რომ თუ ეს იქნებოდა კანონის ფარგლებში და დასაბუთებული ფაქტებზე დაყრდნობით, საჭიროების შემთხვევაში ომეხი აფრასიძე ყოფილიყო დაკავებული და როგორც ქალბატონმა ლედიმ თქვა, შემდგარ იყო სასამართლო, იქ იქნებოდა არგუმენტები, იქნებოდნენ ადვოკატები და თუ ჩათვლიდნენ, რომ იყო დასაბუთებული ბრალი, გაასამართლებდნენ იმ ერთ ადამიანს, რომელიც კანონიერების ფარგლებში მოიხდიდა სასჯელს და თუ ვერ დაასაბუთებდნენ, გამართლდებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ქალებზე, ბავშვებზე და უდანაშაულო ძმებზე, ომეხის ორ ძმაზე, თავდასხმა და ოჯახის განადგურება ბოლომდე. თითქმის ბოლომდე. ქალბატონი დოდო გვისმენს მოთმინებით, მე წევრებს დაუთმობ სიტყვას და ქალბატონ დოდოსაც რომ მივცეთ საუბრის საშუალება თუ შეიძლება. ბატონ თენგის აქვს პირველი შეკითხვა, შემდეგ ბატონი სოზარი, შემდეგ ბატონი ილია. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მესმის რომ თქვენთვის ძიმეა იმ წუთების გახსენება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, მოგვიწევს ამის გახსენება. თქვენთვის ნაცნობი პოლიტიკური იმდროინდელი ფიგურებიდან თუ ამოვიდა ვინმე ამ დღეებში, თქვათ, ამ სოფელში, ან თუ დაგინახავთ ასეთი. კი ბატონო, მოგახსენებთ იმ დღეს სპეცოპერაციის დღეს ბარამიძე იწონებდა თავს ჩვენს ეზოში კადრების გადაღებით გიორგი ბარამიძე სპეცნაზელებთან ერთად იდგა ჩვენს ეზოში და რა ვიცი ვიდეოებს იღებდნენ, ფოტოებს იღებდნენ და ამაყობდნენ იმითი რაც ჩაიდინეს. თქვენ იქ იყავით იმ დროს მინისტრი რო თქვენს ეზოში იქ საინტერესოა მაშინდელ მინისტრს რა აქვს ბავშვისთვის დღეს სათქმელი. აი თქვენ თუ საშუალება გექნებათ რომ ბატონს ვერ უწოდებ არაკაც ბარამიძეს ეგეთი კითხვა დაუსვათ რომ როცა ადამიანი დახვრიტეს და ქუჩაში დააგდეს ამდენი ნატყვი არ იქონდა ასე დაფლეთილი სხეული ქუჩაში ეგდო რატო არ გაუჩნდათ თუ როგორც თვითონ იძახის შემდგომ ინტერვიუში თქვა რომ თურმე ომეხი წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა რატომ არ გაუჩნდათ იმის სურვილი რომ ადამიანი რომელიც ტყვიებით იყო მკვდარი გადაეტანათ ექსპერტიზაზე გადაიყვანათ ცხედარი და ჩაეტარებინათ ექსპერტიზა თუ რა ვითარებაში მოკვდა რა ტყვიით მოკვდა დანით მიყენებული ჭრილობებიც ჰქონდა ომეხის ცხედარს ასევე ჰქონდა ტყვიების მიყენებული ჭრილობები და რავი ყუმბარის არ ვიცი მაგრამ ისეთი მსხვილი კალიბრისი არაღის ჭრილობები ჰქონდა მთელი სხეული დაფლეთილი ჰქონდა რა ხო უნდა გაჩენოდათ იმის სურვილი მაინც ის ხო მაინც უნდა გაეკეთებინათ სახელმწიფო თუ იყო ხო უნდა გაერკვიათ რომ ეს ადამიანი რითი იყო დაღუპული და რითი იყო მკვდარი თუ იმას იძახის რომ ადამიანი მოკლეს სპეცოპერაციის დროს რატო არ გადაიტანეს ის მიცვალებული ცხედარი და რატო არ ჩაუტარეს ექსპერტიზა რომელი ექსპერტიზაც დაადასტურებდა რომ არა იმ დროს მოკლეს რომ აყვანის დროს არამედ დაკავებული დაპატიმრებული ხელბორკილდადებული ადამიანი წამებით მოკლეთ რო ვთქვათ ამ ყველაფერს დაადასტურებდა ის ექსპერტიზა რომელიც არ ჩაუტარეს მაგ დროს სამწუხაროდ ის ნათელია სურათი და სრულიად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სპეცოპერაციის დაწყების წინ ოპერატიული თვალთვალი აუცილებლად იქნებოდა და იმის დადგენა რომ იქ ბავშვები იმყოფებოდნენ რა თქმა უნდა მათ ეწოდინებოდათ, იმიტომ რომ ეს არ ხდება სადაც დაკავება ან სპეცოპერაციას გეგმავ, რამდენიმე დღე ხდება შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში დაკვირვება იმ სახზე იმ ოჯახის წესჩვეულებებზე, როდის იღვიძებენ, როდის იძინებენ, როდის რა ხდება, ეს ძალიან ელემენტარული საკითხებია და
იმის ცოდნა რომ იქ 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა ეს არ ვიცოდით რომ ამას დედამიწაზე ვერავინ ვერ დაამტკიცებს ეს არის წარმოუდგენელი და ეს იმდენად შემზარავი ამბავია თუნდაც მხოლოდ ბავშვებთან დაკავშირებით და მეორე რა თქმა უნდა სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებული იყო მით უმეტეს გაუსამართლებლად ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია რაიმე დასჯაზე ნებისმიერი ფორმით არათუ სიკვდილით და როდესაც მთელი სოფელი ადასტურებს რომ ხელბორკილდადებული ადამიანი გამოიყვანეს სახლიდან და შემდგომში მრავალი ჭრილობით გარდაიცვალა ჩავთვალოთ თქვათ რომ ყველანაირი დანაშაული რაც დედამიწაზე არსებობდა მას ჰქონდა ჩადენილი სასამართლოს გარეშე ჯერ ერთი იმ ქვეყანაში სადაც სიკვდილით დასჯა იმ დროს არ მოქმედებდა მეორე ერთი მით უმეტეს გაუსამართლებლად ეს არის აი ყოველად წარმოუდგენელი ფაქტი და არც ერთ ცივილიზებული კი არა ნახევრად ცივილიზებული ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს და არ უნდა მომხდარიყო ამიტომ ეხლა ვინმეს იმის მტკიცება რომ მათ დამნაშავესთან ჰქონდათ საქმე და იმიტომ მოიქცნენ ასე ეს არაფრის გამართლება არ არის და არ შეიძლება იყოს ეს არის წარმოუდგენელი ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია ხელბორკილდადებული კაცის დახვრეტა ეს არის არ ვიცი აი ძალიან მძიმე დანაშაული ძალიან მძიმე და ეს იყო წინასწარ გაცნობიერებული მით უმეტეს არ ვიცი ახლა ამდენი წლის შემდეგ რამდენად არის ეს შესაძლებელი ვინ იყვნენ ის უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ის სნაიპერები წარმოიდგინეთ ჩვენ ვიცით რომ ქალი სნაიპერები როგორც წესი ცნობილი არიან და მაღალი დონის პროფესიონალები არიან ვინაიდან ისინი ნაკლებად ეწევიან სიგარეტს ნაკლებად არიან მიდრეკილი სხვა მისაკენ და იმ მომენტისათვის აფხაზეთის ომის დროსაც ვიცით რომ ჩვენ წინააღმდეგ ბევრი სნაიპერი ქალი იბრძოდა საიდან მოიზიდეს ვინ იყო ეს ხალხი რა შეჭირდებოდა თვით უმეტეს ამდენის რაზმელის ფონზე კიდევ ვიღაც უცხოელი სნაიპერების მოყვანა ეს არ ვიცი რა დონეზე დაგეგმილი დანაშაულია უკვე წარმოუდგენელი აი გონებაც კი ვერ წვდება ამის გააზრებას და მე მინდა რომ ეს ჩვენმა მოსახლეობამაც კარგად გაიაზროს ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა და კარგია რომ ეს კომისია შედგა იმიტომ რომ ეს ყველამ ერთად უნდა მოვისმინოთ ასეთ დეტალები არ ჩვენ ვიცოდით რა თქმა უნდა და პირველად გვესმის და ყველამ უნდა მოისმინოს და ყველამ უნდა იცოდეს რომ ამის გამეორება საქართველოში არასდროს არ უნდა მოხდეს და იმ ადამიანებმა ოდნავ სინანული მაინც გამოთქვენ რომ შეიძლება ის მაინც თქვენ რომ მე უბრალოდ დაკავება მქონდა დაგეგმილი და ვიღაცა პროფესიონალმა პოლიციელმა მაღალჩინოსანმა არასწორად აღასრულა არა პირიქით კონჩეტევაზე გადმოდიან და სინანულის არანაირი ერთი წვეთი არ გამიგია არავისგან რომ თუნდაც რაღაცა გული წდებოდეთ რომ უფრო მეტი მაინც გვემუშავა ამ თემაზე რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო ამ ბავშვები არ დაზიანებულიყვნენ არავის არაფერი არ ადარდებს არავის ამდენი წლის გაშლის შემდეგაც მე ერთი არ მომისმენია ვინმესგან რომ სინანულს გამოთქვამდეს ამ ოპერაციის ამ სხვა მოვლენების გამო რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში ეს არის ყველაზე უფრო ცუდი და კარგია რომ ამას ჩვენი მოსახლეობა ისმეს და ჩვენ ყველამ ერთად მე არ მაინტერესებს არავის პოლიტიკური მოსაზრება როცა ადამიანის ღირსებას და სიცოცხლეს მით უმეტეს ეხება საქმე ამნაირ საკითხებზე უნდა ვიყოთ ყველა ერთი აზრის თუ ასე არ ვიქნებით ჩვენ ქვეყანას მომავალი არ ექნება და ყველას გვინდა ყველას ერთად რომ ჩვენ ქვეყანას გქონდეს მომავალი რომ გქონდეს მომავალი ეს აღარასდროს აღარ უნდა განმეორდეს ასეთი რამ მადლობთ მადლობა ბატონო თენგიზ ბატონ გურამს ვთხოვ თუ ბატონი სოზარი მოგცემს საშუალებას ვინაიდან ბატონ გურამს მადლობა საკომიტეტო მოსმენა აქვს და რო ახსნა რა დიდი მადლობა ბატონთეამ პირველ რიგში ყველა იმ ახალგაზრდას ვეტყვი რომელიც ხშირად ამბობს ხოლმე რომ მე არ მახსოვს რა ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს და ასე შემდგომ უყუროს ჩვენი კომისიის ხდომებს და იმ სამწუხარო ამბებს მაგრამ რეალურად დაინახავს რა ხდებოდა თან იმ ცოცხალი მოწმეებისგან და მაშინ რომ მცირეწლოვანები იყვნენ და დღეს აი ზუსტად იმ ახალგაზრდა ადამიანების წლოვანების არიან ეხლა ბატონი გიორგი ქალბატონი ლედი მე რა კითხვა მაქვს თქვენ აღწერეთ ეს დეტალები და
ისიც ახსენეთ, რომ თქვათ იქ ერთადერთი ძებნილი იყო და თქვათ პირდაპირ დაიწყეს სროლა, იქიდან არავითარი წინააღმდეგობა არ იყო და ასე შემდგომ. და რომ ამ ოჯახზე იყო იერიშში მიტანილი. იმის შემდგომ ბევრი დრო გავიდა. ხო არა გაქვთ ეჭვი, რომ რატომ მაინდა-მაინც აი თქვენი ოჯახი ამოიჩიეს და თქვათ აი ესე სასტიკად დაიწყეს გასწორება. რაღაცა კონდათ თუ უბრალოდ საჩვენებლად გააკეთეს, რომ დემონსტრაცია იყო ეს 2-3 თვის მოსული იყო დაახლოებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა მაშინ და უბრალოდ აი ესე მოხდა თქვენი ოჯახი. კი ბატონო, პირველი რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, იყო სწორედ ჩვენს ოჯახზე თავდასხმა. ამ თავდასხმის მიზანი იყო ის, რომ დაეშინებინათ მთელი საზოგადოება, დაემონებინათ და ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის ის თუ რაზე იყვნენ წამსვლელები და ეჩვენებინათ ის, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლე აღნიშნეთ ბაბუაჩემი იყო ადამიანი, რომელიც მისი გამლილი ცხოვრებიდან გამომდინარე გარკვეული პატივისცემი და გავლენით სარგებლობდა სვანეთში. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ იმას, რომ ამ პერიოდისთვის მის მიმართ არავითარი სისხლის სამართლის გამოძიება არ მიმდინარეობდა და არც ერთ დანაშაულში ის ბრალდებული არ ყოფილა. ის იყო უბრალოდ კაცი, რომელსაც პატივს სცემდა მთელი სვანეთი, კაცი, რომელიც ვერ იტანდა უსამართლობას და არასდროს არავის არ მისცემდა არც საკუთარი თავის და არც სხვისი დაჩაგვრის უფლებას. სწორედ ასეთი ვაჟკაცების ეშინია დღემდე სააკაშვილს და ეშინოდა მაშინაც და ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აირჩიეს მაშინ ჩვენი ოჯახი, რომ ეს თვალსაჩინო ყოფილიყო ყველასთვის. რომ არავის არ დაინდობდნენ მათ შორის არც ბავშვებს, არც ქალებს და არც უდანაშაულო ადამიანებს. და ამ სპეცოპერაციის მასშტაბით ამაზე მეტყველებს. დიდი მადლობა, პასუხი რეალურად გასაგებია, 3 თვის მოსული ხელისუფლებისგან იყო გზავნილი საზოგადოებაში, რომ აი ჩვენ ამ მეთოდებით ვაპირებთ მართვას. მადლობა. ძალიან დიდი ბოდიში რომ მოგიყვანეთ და განგიახლეთ ეს ტკივილი, მაგრამ მე მგონი საზოგადოებამ უნდა იცოდეს რაც მოხდა და კიდევ ძალიან დიდი ბოდიში რომ ამდენი ხანი ამ საქმეზე არ დამდგარა სამართლიანი განაჩენი და ჯერ კიდე გამოძიება არ არის დამთავრებული. ეს არის უბრალოდ სირცხვილი ჩვენი ხელისუფლების ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა. კითხვები მქონდა რა თქმა უნდა და დავსვა მოღოდ მანამდე ბატონმა თენგიზმა იმდენჯერ ახსენა, რომ სრულიად წარმოუდგენელია დაუჯერებელ ამბებს ყვებით, გონებაც კი ვერ წვდება, მინდა რამდენიმე რამე ვთქვა ამ ამბებზე. აი, რო თქვენ რომ ყვებოდით, რომ საფლავების გახსნა და საზოგადოებას მინდა მოუყვე. ესე იგი, დააბრალეს თითქოს მათი მოკლული იყო 15 წლის მარიამ გოგინაშვილი და კახა კალაძის თბილისის მერის ძმა ლევან კალაძე, მაშინ ფეხბურთელი იყო კახა ცნობილი და აი აიტანეს თბილისიდან ტრიბუნა, როგორც ცხინვალში დარბოდა სააკაშვილი ტრიბუნით, ესე თბილისიდან აიტანეს ტრიბუნა და იქ ჩაატარეს ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრმა, თუ მაშინ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო მე მგონი, აღარ მახსოვს მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრმა ადეიშვილმა და თქვეს რომ აი ეს ორი საქმე არის გახსნილი და თითქოს მათი გვამები არის ამოცნობილი, რომელიც აღმოჩნდა 1 საუკუნის წინანდელი 19 საუკუნის გვამები. მარიამ გოგინაშვილის 15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე სამწუხაროდ დღემდე არ არის გახსნილი, ლევან კალაძის საქმე გახსნილია და მისი დამნაშავეები დღეს სასჯელს იხდიან და მისი საფლავით თბილისში იქნა აღმოჩენილი ვაზისუბანში. აი ასეთ რამებს ჩადიოდნენ. რა წერან ბატონი სოსორობაქიძე იყო და ისიც ამბობდა რომ ყველაფრის სათავე არის ერთი ადამიანი და ასევე თქვენ თქვით რომ სინანული არ მოგიგონიათ ან იქნებ ვინმეს ეთქვა რომ დაკავება ჰქონდა დაგეგმილი. რა თქმა უნდა არანაირი დაკავება არ ჰქონდათ დაგეგმილი. მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი. ეგ თქვა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 2 სექტემბერს სასტუმრო რედისონის გახსნისას. 2009 წელს სასტუმროს გახსნაზე ამის თქმა რომ მოგინდება ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ უბრალოდ დაუსჯელობის სრული განცდა ჰქონდა და უბრალოდ მინდა წავიკითხო.
ბოდიშს ვიხდი იმ განცხადებების გამო, რომელიც თქვენი ოჯახის მიმართ მან გააკეთა, რომელსაც არაფერი სიმართლესთან არ აქვს, მაგრამ მე მინდა დავადასტურო. მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების. ერთი წამით ამას არ ვნანობ. ეს იყო ბანდა იქ აფრასიზების, რომლებიც აკონტროლებდნენ მთელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო ჯერ კიდევ კოშკში, საბჭოთა დროიდან კოშკში და ჩემი ბრძანებით ვერტფრენებით გახსნილ იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით. ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ამოისუნთქა მთელმა სვანეთმა. ასე ვამყარებდით საქართველოს წესრიგს და წესრიგის გარეშე არ არსებობს განვითარება და არც ერთი კომპრომისი არ იქნება ამ საკითხში დაშვებული. ამას აღიარებას აკეთებს პრეზიდენტი, კრიმინალი ადამიანი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის მრავალი დანაშაულის გამო და სამწუხაროდ იმ დანაშაულთა შორის არ არის აი მის მიერ გაცემული ეს ბრძანება და ეს დაგეგმილი ოპერაცია. ოპერაცია, როდესაც ეგან ბავშვები ყვებოდნენ, რომ ყუმბარებს გვესროდნო, მაყურებელს ალბათ ეგონებოდა, რომ საიდან იგონებენ რა, ეს რაღაცა ზღაპარია და მტკიცებულებებიც არსებობს, ფილმშიც გადაღებულია თქვენ თვით, მაგრამ პირდაპირ ამბობს, რომ რაკეტებით განადგურების ბრძანება მივეცი ვერტფრენებიდან, ამას აღიარებს სააკაშვილი და მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა, სანამ ეს ოპერაცია დაიგეგმებოდა, ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ინაუგურაცია ჯერ კიდევ არ არის მომხდარი, ანუ სადღაც ეს არის 2004 წლის 17 იანვარამდე ამბობს ასევე ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ მე მივეცი დავალება იუსტიციის მინისტრს ადეიშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ბარამიძეს, რომ და კარგად მოისმინონ ციხის გარეთ ყოფმა კრიმინალებმა და ციხეში დაბუდებულებმაც, რომ გამოიყენონ ძალა, ანუ იუსტიციამ და ბარამიძემ. და ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გახსნან ცეცხლი და ადგილზე მოკლან და გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც ეცდება სიტუაციის არევას. და ბოლო ჩვენ ამ ხალხისთვის წვიები არ გვენანება. აი ეს ხო კრიმინალების ხელისუფლება, რომელიც მართავდა ამ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებას და როდესაც ამბობს ბანდაზე ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ გავემეორებ. ამ 4 ადამიანიდან 3-ის მიმართ არ არსებობდა არანაირი ძებნა, არ არსებობდა არანაირი რამე ინკრიმინირებული დანაშაული, რომ მათ შეიძლება ქონოდათ ჩადენილი. დიახ, ომეხ აფრასიზეზე არ არსებობდა ძებნა და ამას მე მიუბრუნდები. და ამ უდანაშაულო ადამიანებიდან 2 ხო მოკლეს და 18 და 20 წელი მიუსაჯეს და ალბათ დღესაც ციხეში იქნებოდნენ თუ იქნებოდნენ ცოცხლები, რა თქმა უნდა, რო არ შეცვლილიყო ხელისუფლება. ეხლა მე მაქვს ასეთი კითხვა. გოჩასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მძიმედ დაჭრილი შევიდა, საავადმყოფო როგორ პირობებში გაუკეთეს ოპერაცია, ეს ამაზე ვილაპარაკეთ. აი შემდეგ რა ხდებოდა მის კურნალობასთან დაკავშირებით? ხა მე ძალიან კარგად მახსოვს პერიოდი, მაგრამ მინდა თქვენგან მოვისმინო. კი ბატონო. გოჩას დაკავების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, თუმცა ამაზე არავითარი რეაგირება მაშინდელ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებს არ ქონიათ. მან ციხეში ყოფნის პერიოდში დაკარგა მხედველობა მარჯვენა თვალში, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და ამ მოთხოვნით, რომ გოჩას მხედველობა შეენარჩუნებინა, ის ებრძოდა ძლიერ ტკივილს და ეს ტკივილი არ ქონოდა, სჭირდებოდა ერთი ოპერაცია, რომელიც იმ ხელისუფლების პერიოდში არ გაუკეთეს, მანამ სანამ მხედველობა არ დაკარგა მარჯვენა თვალში სრულად გოჩა აფრასიძემ. ამ მოთხოვნით თავადაც შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ასევე შიმშილობდა ადვოკატიც კი, რომელიც მის უფლებებს იცავდა. მალხა ჯანგირაშვილი ადვოკატი, რომელსაც კარავი ქონდა გაშლილი ჩვენ სახალხო დამცველის ოფისის ეზოში და ეგ შიმშილობდა ამ მოთხოვნით. შიმშილობდნენ იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ უკანონო პატიმრისთვის, თუმცა გოჩამ ციხეში ყოფნის პერიოდში დაკარგა მხედველობა, როგორც თქვი და ასევე დაავადდა გარკვეული დაავადებით, რაც მაშინ ძვინვარებდა იმ დროინდელ ციხეებში. ასევე მინდა ვთქვა ის პირობები, რა პირობებშიც ყავდა ჩმაგი და გოჩა ციხეში. ისინი 6 კაციან საკანში იყვნენ მოთავსებული 40-30 პატიმართან ერთად და ეს ალბათ არავის არ გაუკვირდება, იმიტომ რომ სტანდარტი იყო მაშინდელი ციხეების ასეთი და პატიმრებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებოდათ სამედიცინო დახმარება, არ უწევდნენ შესაბამის დახმარებას. დღეს სააკაშვილი რომ
კლინიკაში ნებიურობს ამ პირობებში ნამდვილად არ ყოლიათ მაშინ არავინ და სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ციხეში იხდიდეს სასჯელს უამრავი სხვა დანაშაულისთვის და მათ შორის ჩვენი ოჯახის მიმართ ჩადენილი ამ სასტიკი დანაშაულისთვისაც. გოჩას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ასევე ჩვენი პატიმრების გოჩას და შმაგის ციხეში ყოფნის პერიოდში ირღვეოდა მათი უფლებები. ასევე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩვენ იმ დროს მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელთაც წარმოებაში მიიღეს ჩვენი საქმე, თუმცა ამის შემდეგ დაიწყო მუქარის ახალი ეტაპი. განხორციელდა ზარები ჩვენს ოჯახის წევრებთან, მათ შორის ჩვენს ნათესავებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ შეგვეწყვიტა ეს საქმე, სხვა შემთხვევაში სტრასბურგის გადაწყვეტილების ნაცვლად მივიღებდით გვამებს, გულისხმობდნენ გოჩას და ომეხის, რომლებიც მაშინ ციხეში იყვნენ, გოჩას და შმაგის ბოდის გიხდით, რომლებიც მაშინ ციხეში იყვნენ და ეს მუქარა იყო ძალიან რეალური და მუქარის განხორციელების საფრთხე კიდევ უფრო რეალური, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა რომ ისინი მოეკლათ და მხოლოდ იმის წყალობით რომ ხელისუფლება შეიცვალა ისინი საბედნიერო ცოცხლები გამოვიდნენ ციხიდან, თორე დარწმუნებული ვარ რომ მათაც ციხეში მოკლავდნენ, ისეთ პირობებში იყვნენ და კიდევ ერთი რამაც მათი სიცოცხლე შეინარჩუნა იყო ის, რომ ეს საქმე ძალიან გახმაურდა, ჩვენი ადვოკატები მუდმივად ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია თუ რა სისასტიკე ხორციელდებოდა ჩვენი ოჯახის მიმართ და ასევე ბატონ სოზარ თქვენი ყავით ჩართული მაშინ როგორც სახალხო დამცველი ამ საქმეში და დიდი მადლობა იმ დახმარებისთვის, რაც გაგვიწიეთ, რადგან თქვენი დამსახურებაც არის, რომ ცოცხლები გამოვიდნენ ისინი ციხიდან. კიდევ ერთი თქვენ წეგან ახსენეთ, რომ ძალიან ადვილი იქნებოდა ომეხის დაკავება, ამის სურვილი რო ქონდათ, იმიტომ რომ ხშირად დადიოდა მესტიაში, ხშირად ჩადიოდა ზუგდიდში. შეიძლება ესე ხშირად არა ზუგდიდში როგორც მესტიაში, მაგრამ მესტიაში ნამდვილად ხშირად იყო. თუმცა ამის გარდა მე მაქვს ინფორმაცია, რომ წინა დღეებში დაწყებული, ანუ სანამ სპეცოპერაცია ჩატარდებოდა და სანამ ეს ვერტფრენებით და სნაიპერებით და ყუმბარტყორსნებით არ ჩავიდოდა იქ უამრავი ადამიანი, რამდენიმე ასეული თუ 1000. მანამდე მოლაპარაკებებს ჰქონდათ ადგილი. აი რა მოლაპარაკებები იყო, ვინ იყო ჩართული, რა სიტყვობდნენ და რა პასუხი იყო, თქვათ ომეხის მხრიდან, რომელიც ერთადერთი ძებნილი იყო ოჯახში. ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ომეხისთან იყო მოლაპარაკება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლ ვარდების რევოლუციას გულისხმობთ. დიახ, ვარდების რევოლუციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იყო ვახტანგ ჯაფარიძე, რომელიც ჩამოვიდა სვანეთში ომეხისთან და ომეხი მას უთხრა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას თუ ვინმეს რაიმე კითხვა ქონდა მასთან, ის ჩავიდოდა და ისაუბრებდა იმ კითხვებზე, რაც მის მიმართ ქონდა. გულისხმობ გარკვეულ ბრალდებას, რაც იყო მის მიმართ წარდგენილი და რის გამოც ესე ფორმალურად იძებნებოდა. რეალურად მას არავინ არ ეძებდა, იმიტომ რომ ის სრულიად თავისუფლად გადაადგილდებოდა და როგორც გითხარით, ამის სურვილი რო ქონოდათ, ნებისმიერ დროს მას დააკავებდნენ. მოლაპარაკებების შედეგი, ანუ საბოლოოდ ეს დამთავრდა სპეცოპერაციით. ეს დამთავრდა სპეცოპერაციით. ომეხი გამოთქვამდა მზადყოფნას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ჩავიდოდა, თუმცა ძალიან მალევე ესე გაუფრთხილებლად ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია. და კიდევ ერთი ორი ადამიანი მოკლულია, ბაბუა და ბიძა თქვენი
და სახლი განადგურდა, ქონება განადგურდა, ვეღარ ცხოვრობთ რეალურად სვანეთში. მე რამდენადაც ვიცი, ქონებრივი დავაც გაქვთ სახელმწიფოსთან, როდის დაიწყეთ და რა ეტაპზეა? კი ბატონო, 2021 წელს უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახის ცნობა მოხდა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც 2012 წელს დაიწყო ხელახალი გამოძიება ამ სპეცოპერაციის დეტალების, ამის შემდგომ ჩემს ოჯახის წევრებს მიენჭეს დაზარალებული სტატუსი და 2021 წელს შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს როგორც მორალური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამ მოთხოვნით გვაქვს წარდგენილი სარჩელი, რომელიც სასამართლომ მიიღო წარმოებაში, თუმცა სამწუხაროდ დღემდე არ არის სხდომა ჩანიშნული ამასთან დაკავშირებით და ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა ესეც არის, რომ დასრულდეს ის სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც ბრალი უნდა წარუდგინოს სწორედ სააკაშვილს და ბარამიძეს და ასევე სამოქალაქო დავა ჩვენ საქმესთან დაკავშირებით. მეც ჩემს ერთ ხმას უერთებ ამ ორივე მოთხოვნას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა მოხდეს ზიანის ანაზღაურებაც და სამართლიანი გამოძიება დამთავრდეს დროულად ამ საქმეზე, სანამ მართლა ყველანაირი ვადა არ გასულა. ხა გიორგი ბარამიძეს რო ვკითხო, დღესაც გამოდის და დღესაც სიამაყით ლაპარაკობს ამ საქმეზე და თან აქეთ გვიყენებს პრეტენზიებს და სამართლიან პრეტენზიებს სხვათა შორის. თუ აქ ხედავდით დანაშაულს, რატომ ამდენი ხანი არ გამოიძიეთო და ეს ის შემთხვევა, როდესაც პასუხი არ აგვაქვს და ვერ გვექნება, იმიტომ რომ ეს უმძიმესი საქმე დღემდე არის გამოუძიებელი. თუმცა მე ვფიქრობ, მას ჩვენ კომისიის წინაშეც მოუწევს ალბათ წარდგენა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ნილია ელოდება თავის რიგს და ბატონი ალუდა შემდეგ ალბათ დასვამს კითხვას. მადლობა. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა, ეს ძალიან დიდი ტრაგედია არა მარტო ოჯახის, ეს ყველა იმ ადამიანის, ვინც შეესწრო ამას და ამ ყველაფრის მოსმენა გადატანა და გვერდში დგომა მოუწია. დასკვნა აქედან რა შეიძლება ორი დღეა ვისმენთ ისტორიებს, სადაც ადამიანებს ხოცავდნენ, უბრალოდ ხრედდნენ. გუშინდელი ისტორია, რომელიც ბატონი შავაძის ისტორია, ანალოგიურად იქ ხა ესეთი მასიური არ ყოფილა ერთი ადამიანი გაიტაცეს და დახვრიტეს ფაქტიურად. თუ ის დამნაშავე იყო, არანაირი გამოძიება, არანაირი ბრალის წაყენება. იგივე შემთხვევა დღევანდელ ისტორიაში უბრალოდ აქ ამდენი არასრულწლოვანი ბავშვი ჩართული და ამხელა ოჯახი, ამ დიდი ოჯახის წარმომადგენლები იქნენ გაწირული სიკვდილისთვის. და ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა, ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გაანალიზება და კიდევ ერთხელ მინდა იმ ბავშვებს და ახალგაზრდებს მოუწოდო იმისკენ, რომ კარგად დააკვირდნენ რა უბედურებები გამოიარა იმ ოჯახებმა, რომლებსაც ჩვენ ეს დღეებია უსმენთ. ეს მათი ხელწერა იყო, ადამიანი, რომელთანაც ვერ ლაგდებოდნენ ან არ აწყობდათ, უბრალოდ ძალიან მარტივად, სივსისხლიანად იღებდნენ გადაწყვეტილებას მისი ლიკვიდაციის, ან მისი ოჯახის ლიკვიდაციის. ეს რაც მინდოდა გამეზიარებინა ჩემი ეს ხედვა ამ დღეების განმავლობაში, რაც დაგროვდა, იმიტომ რომ ეს ემოციები ძნელია ყოველ თუთა საკონტროლო. რამდენიმე კითხვას დაგისმევთ. მეზობლები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რომლებიც მოდიოდნენ დასახმარებლად, ქონდათ თუ არა მათ საშუალება იმისი, რომ თავისუფლად დახმარებოდნენ და ამის საშუალება ეძლეოდათ თუ არა მათ? მაგ კითხვაზე მიგიპასუხებთ. მეზობლები, რომლებიც არა მარტო მეზობლები, მთელი სოფლის მოსახლეობა და იმ სოფელთან ახლოს ცხოვრები მოსახლეობაც, რავი, მთელი სვანეთი იმ დღეს იქ მოვიდა რა და იქ იყო მთელი სვანეთი იმ დღეს და არც ერთ ადამიანს, ვინც დასახმარებლად მოვიდა, ვისაც შეეძლო რომ აი უბრალოდ ხანძრისთვის წყალის უბრალოდ წყალი მიესხა, იმ დღეს სანამ სახლი ბოლომდე არ დაიწვა, სახლში ეზოშიც კი არ შეუშვეს. მოკლედ რო აგიზნოთ. ამ დროს ბაბუა თქვენი სავარაუდოდ ცოცხალი ჩაიწვა სახლში. ბაბუა ჩემის ცხედარი
ბაბუაჩემი ცოცხალი დაჭრილი ადამიანი სახში იწოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ იმ სპეცრაზმელებმაც და ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც. რომ ცოცხალი ადამიანი მათ მიერ დაჭრილი ცეცხლმოკიდებულ სახლში იმყოფებოდა. კი ბატონო, არა მხოლოდ თვითონ არ შეეცადნენ შვილას, არამედ სხვებსაც მეზობლებს არ მისცეს საშუალება, რომ ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანათ. გასაგები. შემდეგი კითხვაც დაახლოებით ამ თემას ეხება. ამ ყველაფრის დამთავრების შემდეგ იყო თუ არა მეზობლებზე რამე ზეწოლა თქვენთან ურთიერთობის, თქვენთან რამის კითხვების დასმის, დახმარების, ეს ხო ეს ერთი დღე სპეცოპერაციის დღე დამთავრდა, მაგრამ ამის მერე იმ ადამიანების ცხოვრება გრძელდება, ვინც გადარჩა და ამ ყველაფრის გადატანა უწევთ. იყო თუ არა რამე ზეწოლა მეზობლებზე, რომ თქვენთან არ ქონოდათ ურთიერთობა ან ამ რამე დეტალები არ ყოფილიყო გაჟღერებული. სოფელში მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ სპეცოპერაციის დროს, სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ უკვე ყველა მამაკაცი ჩაატარეს ყველა სახლში ჩხრეკა უკანონოდ და დააკავეს სამეზობლოში? კი, მთელ სოფელში, არა მარტო ჩვენს ირგვლივ მდებარე სახლებში, არამედ მთელ სოფელში ჩაატარეს ჩხრეკა ყველა სახლში და დააკავეს სოფელში მცხოვრები ყველა მამაკაცი, რომლებიც მოათავსეს ერთ სატვირთო ავტომობილში და დაახლოებით ერთი დღის განმავლობაში არ გამოუშვეს. ერთი დღის? კი ბატონო. ეს რამდენ ხანში მოხდა ამ სპეცოპერაციის მერე? იმ დღესვე სპეცოპერაციის დასრულებისთანავე პარალელურად მიმდინარეობდა სოფელში ჩხრეკა და დააკავეს ეს ადამიანი კაცები, ვინც იყვნენ ჩხრეკის პერიოდის დროს ყავდათ ესენი დაკავებული თუ თითქმის მთელი დღის განმავლობაში. რამე და ნაწილი წაიყვანეს სამეგრელოში, პოლიციის დეპარტამენტში. რაც შეეხება ზეწოლას, ჩვენი ოჯახის წევრების მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა, ასევე ხორციელდებოდა მუქარა მეზობლების მიმართ, მუქარა იმასთან დაკავშირებით, რომ საჯაროდ არ ესაუბრათ იმაზე, რაც საკუთარი თვალით ნახეს და მოგეხსენებათ ისეთი პერიოდი იყო, რომ შეიძლება რაიმე თქმის გამო ვიღაცას საკუთარი პრობლემები გაჩენოდა უდიდესი. კი. ეს ზეწოლა და დარეკვები და გაფრთხილება, რომ ამ ყველაფერს მორიდებოდით 2012 წლის მერე გრძელდებოდა თუ არა? 2012 წლის მერე ესე უკვე ესე აქტიურად? არა. აღარ. გასაგები. კარგი, მომედი. მადლობა ბატონო ილია, ბატონი ალუდა. ძალიან რთული არის, რომ ემოციები მართლაც წარმოუდგენელი არის შეიკავო და რაღაცნაირად ამ ყველაფერს ესე შეხვდე თუ ადამიანი ქვია ზოგადად. უბრალოდ აი ყველაფერს რო უსმენდი სრულიად ნათელი არის არც წეგან უთხარი გალბატონ თიას როდესაც კითხა მაქვს თუ არა კითხვა რა კითხვა უნდა იყოს აქ არ ვიცი უბრალოდ არ მესმის ხელის გულზე დევს ყველაფერი და ეს ხელის გულზე რაც დევს ეს არის ერთი და იგივე ხელწერა ეს არის დაჯგუფება რომლებიც აბსოლუტურად წლის 2 წვეთი ვიდგავს აი ეს გაუბედურებული ოჯახების საქმეები. ერთადერთი რაც ამ დროს მახსენდება, როგორც ძველ რომში იტყოდნენ, ეს მინდა უთხრა ყველას, რომ სამართალი ხაზი მინდა გაუსვა, სამართალი უნდა აღსრულდეს, თუ ქვეყანა დაიქცეს. აი ამას ჯერ კიდევ ძველ რომში ამბობდნენ. აი ეხლა ამ წუთას რაც მახსენდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეს. და ეს ნამდვილად ესე უნდა გავაკეთოთ. და ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა იმ ხალხს უთხრა, ვინც გარკვეულწილად ქილიკით უდგება თუნდაც აი კომისიის მუშაობას იმ ვითომ გამბედავ ადამიანებს მინდა უთხრა რომ აი აქ მობრძანდნენ და გასცენ კითხვებზე პასუხს თუ რამე აქვთ სათქმელი მაგრამ ის რაც მანამდე მოვისმინეთ თუ რასაც ეს ადამიანები იძახდნენ ეს არც მინდა უთხრა რომ არც ქართულ გენში არის, არც კაცობაში არის, არც ადამიანობაში არის.
ამას არაფერი არ აქვს საერთო არ ჩვენი ღირსეულ წარსულთან, არ ჩვენი ღირსეულ ისტორიასთან. ასე არ იქცეოდნენ. არ იქცეოდნენ არ ჩვენი დიდი წინაპრები, დიდი მხედართმთავრები. ეს არის წარმოუდგენელი. და ამას ყველაფერს დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთი რამე არის, აქ მოვისმინეთ. ეგონება ჩვენ მთის ხალხი ვარ, ცოტა ემოციები გასაგები არის, რომ მეტად გვაქვს ხოლმე, მაგრამ ეგონება, რომ ჩვენ აქ მარტო აი ამ ასე ვთქვათ, ჩვენ არა ვართ ჟანხთა აღწერელები, რომ მარტო იმით შემოვიფარგლოთ, რომ უხდედა ესენი როგორ ცუდები ყოფილან, ესენი რას აკეთებდნენ, მოინანია ეს, არ მოინანია ეს. ეგონება, რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით. მე მინდა ამ ახალგაზრდებს უთხრა, რომლებიც აქ არიან. რომელმაც ეს გამოიარეს. ჩვენ მათ წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები და ჩვენი მომავალი თაობის და ისტორიის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები. და ისტორიაში ნამდვილად არ მინდა და ესეც იქნება, არ შევალთ ისე რომ ჩვენ აქ მარტო ესე დედა რაცუდები იყვნენ, რას აკეთებდნენ. ესედაც კარგად იცის ხალხმა რას აკეთებდნენ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ამას შედეგში გამოხატავთ, რომ ის ბოროტება როგორებიც იყვნენ და რასაც აკეთებდნენ და რასაც გიგეთებდნენ და ეს ახალგაზრდა თაობას, რომლებსაც მთელი ცხოვრება ემახსოვრება და მათ შვილებს და შთამომავლებს. ჩვენი ვალი არის, რომ ამ ყველაფერს პასუხი გავცეთ. და მე მინდა გითხრათ, რომ დიახ, ამას გავაკეთებთ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობა, თუ არ არის კითხვები, მე მაქვს ორი კითხვა. ჩვენ ვახსენეთ ბატონი მურავიოვი, რომელიც აფრასიძეების ოჯახში ცხოვრობდა, მისივე სურვილის შესაბამისად იქ იყო თავშეფარებული და ოჯახს ეხმარებოდა ყოველდღიურ საქმიანობაში. აფრასიძეების ოჯახში ცხოვრობდა, მისივე სურვილის შესაბამისად იქ იყო თავშეფარებული და ოჯახს ეხმარებოდა ყოველდღიურ საქმიანობაში. ისიც ამ სპეცოპერაციის შედეგად იქნა დაკავებული, ასე ვიცი და შემისწორეთ, თუ არასწორი ინფორმაცია მაქვს და არაერთხელ იყო ინფორმაცია ის ღია წყაროებში მასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. იყო საუბარი იმაზეც, რომ თითქოს ცელოფანს უკიდებდნენ ცეცხლს და იქიდან მომდინარე წვეთებით აწამებდნენ და ეს იყო ერთ-ერთი მეთოდი მისი წამების. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ეს სწორია, სიმართლეს შეესაბამება, რა ტიპის მეთოდები იყო მასთან მიმართებით გამოყენებული, ვინაიდან შემდეგ ეს დარჩა ოჯახის წინააღმდეგ ერთადერთ იარაღად მისი წამების ქვეშ მოპოვებული ჩვენება, რომელსაც გასაბათილებლად გარკვეული წლები დასჭირდა. ეს ერთი კითხვა. და მეორე, ყველას ახსოვს, ვინც იმ დროს ზრდასრულ ასაკში ვიყავით, იყო ასეთი ჟურნალისტური გამოძიება თუ სიუჟეტი სახელწოდებით მიართვით კუბდარი მინისტრს. რა თქმა უნდა, ეს სახელწოდება თავის თავში ცინიზმსაც მოიცავდა და ეხებოდა გიორგი ბარამიძეს, რომელიც მაშინ იყო ამ სპეცოპერაციის სათავეში და იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის კი ცნობილია, რატომ ერქვა იმ სიუჟეტს თუ ფილმს ასე მიართვით კუბდარი მინისტრს, მაგრამ თქვენგან რომ მოისმინოს საზოგადოებამ რამ გამოიწვია ეს? ეს ორი შეკითხვა მაქვს. ისმენთ ქალბატონო ლედი. გიპასუხებთ, რაც შეეხება ვლადიმერ მურავიოვის დაპატიმრების საკითხს, ის ნამდვილად სპეცოპერაციის დროს ჩვენი სახლიდან აიყვანეს სხვა ადამიანებთან, სხვა ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად და დააკავეს. დაკავების შემდეგ მის მიმართ დადასტურებულად და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია იმის თქმა, რომ ნამდვილად მიმდინარეობდა წამება და არა ერთგზის. ეს დასტურდება ასევე მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც
თავიდან აწამეს ვლადიმერ მურავიოვი ათქმევინეს გოგინაშვილთან და კალაძის საქმესთან დაკავშირებით, რომ გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ აფრასიძეებს და ამის შემდგომ, როცა აღმოჩნდა და ამ საქმეებს მაშინ იძიებდა თუ არ ვცდები ბათალბი საღინაძე, რომელიც ჩართული იყო იმ პერიოდში ამ პროცესებში, ათქმევინეს ჯერ ის, რომ აფრასიძეებს შემხებლობა ჰქონდათ ამ საქმეებთან და ამის შემდგომ უკვე როცა დადასტურდა და როცა გახსნეს მაგალითად კალაძის საქმე დააკავეს თავად ბათალბი საღინაძე იმ ბრალდებით, რომ ის აწამებდა ვლადიმერ მურავიოვს. და ამითაც დადასტურებულია და ასევე იმითაც დასტურდება წამების ფაქტი, რომ სასამართლო პროცესებზე, როდესაც მოყავდათ ვლადიმერ მურავიოვი, ბები არის შემსწრე იმის, რომ ის გვაჩვენებდა აჩვენებდა პროცესზე დამსწრე პირებს თავის დაზიანებებს და მთლიანად დამწვარი ქონდა კისრის არე და ამის შემდეგ მისი ჩვენებების და ინტერვიუებიც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტროშოკით და სხვადასხვა მეთოდით აწამებდნენ მას იმისთვის, რომ ცოცხალია ბატონი მურავიოვი. ბატონი მურავიოვი ციხიდან გამოსვლის შემდგომ დაბრუნდა ჩვენს ოჯახში, წლების განმავლობაში ჩვენს სახლთან ცხოვრობდა, კვლავ განაგრძო ცხოვრება და ბოლოს უკვე გარდაიცვალა გარკვეული პერიოდის წინ, დღეს სამწუხაროდ ის ცოცხალი აღარ არის და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ძალიან წუხდა იმაზე, რომ მოუწია მაშინ ამ წამების შედეგად, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებით მიეცა ის ჩვენებები, რაც აიძულეს. მისი არაერთი ინტერვიუ მართლაც არსებობს, ამიტომ ჩვენ შევძლებთ ამ ინტერვიუების დასკვნის მიზნებისთვის გამოყენებას. კი ბატონო, რაც შეეხება კუბდართან დაკავშირებულ გია ბარამიძე და კუბდარი, რა თემაა ეს? კი ბატონო, ამას მოგახსენებთ. ეს იყო უკვე სპეცოპერაციის დასრულების შემდგომ, როდესაც ცეცხლი ეკიდა სახლს და სახლში ბაბუაჩემის უკვე ცხედარი იყო, რომელიც იწვებოდა. ამ დროს გია ბარამიძე, რომელიც დღეს ბედავს და იმასაც კი ამბობს, რომ არის ინტერვიუსაც ამბობს, რომ ვითომ არესტრებოდა ამ სპეცოპერაციას, სინამდვილეში ის იქ ბრძანდებოდა და ამას კადრებიც ადასტურებს და ასევე ადასტურებს მეზობლების ჩვენებებით, რომლებიც ჩვენს სახლთან ამ სპეცოპერაციის შემდგომ ჩვენებებს რას გულისხმობთ? ვის მისცეს და რა პირობებში ამ მეზობლები ჩვენებები? პროკურატურას. პროკურატურას აქვს ეს ჩვენები? კი ბატონო. რაც შეეხება კუბდარის საკითხს, გიორგი ბარამიძე იდგა ჩვენს სახლთან და მეზობლის ქალები, ვინც იქ შეკრებილები იყვნენ, გაბედა ეთქვა მათთვის, რომ სვანებმა კარგი კუბდარის გამოცხობა იცითო და იქნებ გაგვიმასპინძლდეთ აქ მყოფ ადამიანებსო. ესეც კი იკადრა, მაშინ როცა წინ სახლი იწვებოდა, სადაც ევგენი აფრასიძე იყო და გვერდით ომეხი აფრასიძის ცხედარი იყო. ქუჩაში დაცხრილული მათ მიერ. ამ დროს მინისტრი ითხოვს კუბდარს. კი ბატონო, ის უკადრისობს და უარყოფს ამ ფაქტებს, თუმცა ამ ფაქტის ძალიან ბევრი მოწმე არსებობს. ასე აიხსნება ის სათაური, რომელიც დარჩა გიორგი ბარამიძის პოლიტიკაში თანდევად, მიართვით კუბდარი მინისტრს. მაგრამ ნეტა მარტო ეს იყოს მისი თანდევი, შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დანარჩენი კი დასადგენია, ასე ვამბობთ, იმიტომ რომ ასე მოითხოვს, რომ კანონი რომ ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის განცხადებაც ბატონმა სოზარმა წეღან წაიკითხა, სადაც ის ამბობს, რომ ის იყო დამკვეთი პირადად ამ უბედურების. მე მინდა ქალბატონ დოდოს ვთხოვო, ბოლო თქმასავით ამ სხდომას სანამ დავხურავთ, ქალბატონო დოდო, რაიმეს თქმა ხომ არ გსურთ? ჩემი თხოვნა იქნება, სანამ ცოცხალი ვარ, რაღაცას რომ მოვაბართ ამათი ან დაკითხვა, არ უნდა გასამართლდნენ, ასეთი საშინელება ჩაედინეს და ერთი ღამე არავის არ გაუთენებიათ ციხეში.
ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა უკვე 21 წელია გასული, მაგრამ ჩვენთვის იგივე ის დღეა, რაც იმ დღეს იყო. გასაგებია. გასაგებია. მადლობა რომ ეს საკითხი დასვით, ვინაიდან ჩვენი კომისია სწორედ სხვებს შორის ამისთვის არის შეკრებილი. ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია და თქვენ როგორც დაზარალებული სტატუსის მქონენი, თქვენ ჩვენზე კარგად იცით, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში პროკურატურამ ჩაატარა. მე ასე ვიტყოდი საკმაოდ მაღალ კვალიფიციურ დონეზე, მაგრამ ეს საქმე კვლავ მიმდინარეა და სწორედ ეს არის პრობლემა. თქვენ მიერ დღეს გაჟღერებული აქ ფაქტები, არაერთი ინფორმაცია, რაც თქვენმა შვილიშვილებმა და დიდი მადლობა მათ მოგვაწოდეს, რასაკვირველია დასკვნის ნაწილი გახდება, რომელიც ჩვენმა კომისიამ უნდა დადოს, ამ დასკვნას გულისხმობ. და რა თქმა უნდა იმედი გვაქვს რომ შესაბამისი სამართალდამცველი სტრუქტურები ჩვენს დასკვნას უკვე კიდევ დიდი მიზნებისთვის და ჭეშმარიტების დასადგენად გამოიყენებენ. ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება, ხომ, რაც არის ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირებული დავა, რომელიც თქვენ გაქვთ სარჩელი უბრალოდ სასამართლოში. ქალბატონმა ლედიმ თქვა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის წარმოებაში მიღებულია, მაგრამ განხილული არ არის. ეს საკითხები ჩვენ მოვინიშნეთ საკითხებად, ფაქტებიც პრინციპში მგონი ძირითადი ფაქტები საქმის ფაბულის გარშემო არაფერი გამოგრჩა, თუმცა რაიმე თუ დღეს გამოგრჩა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და წერილობით დამატებით ინფორმაციის სახით მოგვაწოდეთ, სანამ კომისია ჯერ კიდევ მოქმედია და დავრჩეთ ერთმანეთთან კონსულტაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში. მე ვიცი, რომ ქალბატონი დოდო რაიონიდან ჩამობრძანდა სპეციალურად დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო. ისევე როგორც თქვენს დიდ ოჯახს იმისთვის, რომ დღემდე იბრძვით სიმართლის დასადასტურებლად და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ქალბატონი დოდო მუდმივად იყო დიდი ოჯახის ბურჯი და მით უმეტეს, როდესაც მისი მეუღლე დაჭრილი ცოცხლად დაიწვა ხანძარმოკიდებულ სახლში, ხანძარში, რომელიც თვითონ სახელმწიფომ და სახელმწიფო წარმომადგენლებმა გააჩინეს, როდესაც მას ერთი შვილი ადგილზე მოუკლეს და ორი შვილი უდანაშაულო დაასახიჩრეს და დააკავეს, ის თავის რძალთან და 4 მცირეწლოვან შვილიშვილთან დარჩა ოჯახში მარტო და მრავალი წლის მანძილზე მის ზურგზე გადაიარა შვილიშვილების აღზრდამ და მე მას მადლობა მინდა უთხრა შვილიშვილების შესანიშნავად აღზრდისთვის, ისევე როგორც მის რძალს, მის ვაჟს, რომელმაც ასე ვთქვათ, თავის ძმასთან ერთად რაც შეძლო გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვები ტყვიების წვიმაში გადარჩენილიყვნენ. დიდი მადლობა თქვენ ოჯახის ქალებს პირველ რიგში და ასევე ბატონ გიორგის, რომელსაც 12 წლის ასაკში თავისი ბაბუის დაჭრის და სიკვდილის მოწმედ ყოფნა მოუწია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მეობას ისურვებ. უნდა თქვა აუცილებლად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ კომისიას და დიდი მადლობა თქვენ ქალბატონთეა და თითოეულ კომისიის წევრს. მე იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება და განსაკუთრებით ჩემი თაობის წარმომადგენლები მოისმენენ ამ ამბავს და მათთვის კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდება ის თუ რას ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა და ამის შემდგომ მიიღებენ უკვე ისინი გააზრებულ გადაწყვეტილებას თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუჭირონ მხარი და
რომელ მხარეს უნდა იდგნენ? დიდი მადლობა. სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც, იმიტომ რომ ეს ბავშვები გადარჩნენ და გიორგი აფრასიძე ცოცხალია, ჯანმრთელია, მათ ყავთ კიდევ 2 დედმამიშვილი და ეს ბავშვები აგრძელებენ ქვეყნის ჯერ ერთი სიცოცხლეს. გიორგი ბარამიძის ნების და მიუხედავად და ისინი აშენებენ უკეთეს საქართველოს, რომლის ნგრევასაც სააკაშვილი თავის მინისტრებთან ერთად ცდილობდა. დიდი მადლობა თქვენ, ნუ გაბოროტდებით, ვიდგეთ ისევ სამართლის და სამართლიანობის სადარაჯოზე. მე მიხარია რომ თქვენ ბოროტება გულშიც კი არ გაგივლიათ, ეს თქვენი ბებიის, დედის, მამის, ოჯახის დამსახურებაა და რაღაცნაირად ყველა ერთად შევეცდებით იმას, რომ სამართალმა იზეიმოს. დიდი მადლობა. დღევანდელის ხდომა ამით დახურულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ თქვენს ნაწილში, თუმცა ჩვენ ერთი პროცედურული საკითხი გვაქვს, რომელსაც კენჭი უნდა ვუყაროთ და შემდეგ დღევანდელ დღესაც დავასრულებთ. გამოვაცხადოთ 2 წუთი ტექნიკური შესვენება და გავაგრძელოთ შემდეგ.